წავით მეგობრებო თქვენ არსება და არხებთ შრასან სამი და დღეს მეგობრებო თქვენ მგონი შევეკითხებით და რა სოფელში ხარ ასეთი არ გავს შენ სოფელს მოკეთ მეგობრებო მე მინდა თქვენ მოგიყვეთ მოკლე ისტორია მოკეთ მე გავიცანი ერთი შიწელნიკი რომელიც მოვიდა ჩვენს სოფელში სტუმრად ის სტუმრა ერთი დღე გავიცანი ასე ვთქვათ ჩაიდავლიეთ ერთად დავმეგობდით თანაც და მოკლედ მან მითხრა რომ ჩვენთან ახლოს მდებარეობს რაღაც სოფელი და მაგ სოფელში მას აქვს ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე მშვენიერი სახლი და მან მაჩუქა ეგ სახლი და არა ეს სახლი არ არის მეგობრებო, ჩემს უკან არის ეგ სახლი 3, 2, 1 და ნახეთ მეგობრებო, შეხედეთ 2 სართულიანი სახლი. შემთხვევით გითხრათ მეგობრებო, მე არ მომწონს რომ ასე ცოტა ეს მეორე სართული რომ ცოტა არ ეკუთვნის ასე ვთქვათ ამ სახლს, მაგრამ პრინციპში მეგობრებო არ აუშვებს. ეს სახლი მეგობრებო ამ სოფელში ღირს 500 ისუმრუდი და მან ეს სახლი მაჩუქა, წარმოგიდგენიათ? და მან კიდე მითხრა რომ აი მეორე სართულზე მე მელოდება კიდე რაღაც საჩუქარი, ანუ იმის გარდა რომ მან მაჩუქა ყველაზე მაგარი სახლი ამ სოფელში, ყველაზე ძვირი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე მაღალი და ყველაზე ასე ვთქვათ დიდი სახლი, ყველაზე განიერი, მან კიდე რაღაც საჩუქარი მომიზადა მეორე სართულზე. მოკლედ ძალიან კეთილი შიწელნიკი აღმოჩნდა და მეგობრებო, მოით მე მინდა თქვენთან ერთად ახლა ასე ვთქვათ ეს სახლი, ну ცოტა მე მეგობრებო მეგობრებო ჯერ კიდე არ ვიყავი შესული ამ სახლში და ცოტა მეგობრებო რომ გითხრათ ნერვიულობ ვინაიდან 500 ისუმრუდიანი სახლი მე სუფთად უფასოდ მომცეს. ну საჩუქარი ასე ვთქვათ. ოკეი და გასაღები. აჰა და ვაუ მეგობრებო რა ეს მე ვიცი მეგობრებო ეს სპეციალური ტელეპორტატორია. თან მეგობრებო იცით რა ძვირი ღირს ერთი ასეთი ვაუ ვერ გაგიჟება ერთი ასეთი მეგობრებო ბლოკი ღირს 15 ისუმრუდამდე და გაგიჟება. так რას ხედავ კიდე საწოლიდან შეხედეთ მეგობრებო საწოლიდან მაგარი საწოლი და ოკეი 5 მუსიკალური ცენტრი მეგობრებო ეს მეგობრებო ძალიან ძვირი ნივთია და აი ასეთი საბარძელი საათი შეგიძლია ნორმალად ასე დაისვენო მაცივარი შეხედეთ მეგობრებო აქ სამზარეულოა მაცივარი ვერ დაეტია მაგითო მაცივარი აქა так ну მაცივარში შეჟოეთ საჭმელები არ არის მე საჭმელს მე თვითონ პრინციპში გავაკეთებ ვაუ მეგობრებო თან შეხედეთ რა აი რა მდიდარია ეს შიწელნიკი რომ აი ალმასების ბლოკი როგორც დეკორაციისთვის გამოიყენა გაგიჟება ძალიან მაგარი სახლია. так ოკეი ფეჩი ვერსტაკი ონკარი მეგობრებო გატენილი წყლით და სარეცხის მანქანა ძალიან მაგარია. მე ყველაზე მაგათ მაგიჟებს აი ეს ბლოკი ეს მეგობრებო მართლა ძალიან ძვირი ბლოკია. так და პრინციპში მეგობრებო მეორე სართულიც აი აქედან მეგობრებო შეხედეთ მეორე სართული გავს თითქოს რაღაც დამატებითი სახლი ამ სახლის სახურავზე და მოით მეგობრებო სანამ მე ავალ ამ სახლში კიდე რამეები ვნახოთ და გაგნახა კიდე ნაკოვალნა так და გამოდის აჰა მეორე სართულზე ასასვლელი так ოკეი პირველ სართულზე მეგობრებო ჩვენ ყველაფერი უკვე გამოის დავათვალიერეთ და გავიქეთ ყველაფერი აქ გამოის ისე მეგობრებო კარგი იქნებოდა იცით რა რომ საძინებელი ოთახი ყოფილიყო მეორე სართულზე ისე მართლა ეს ხომ ახლა ჩემი სახლია და გამოის მე შემიძლია ეს სატოლი მე ავიტანო მეორე სართულზე ну ამას ან ხვალანზე გავაკეთებ პრინციპში ერთი დღე ნორმალურია так და მოით მეგობრებო ახლა ავიდეთ რაღაც საჩუქარი მეუბნება так აჰა так მიდი და ოპა გაგიჟება მეგობრებო მეორე იცით მეგობრებო აი ერთი ეს ალმასის ბლოკი რამდენი ისუმრუდი იცით და კიდე უბრალოდ რამდენი ისუმრუდია ასეთი აი აქ მეგობრებო მე დავაყენებდი საწოლს აი საწოლისთვის ძალიან მაგარი ადგილია ეს რა არის მეგობრებო სიმართლე გითხრათ არ გავს ეს საღებავს არ გავს რა სისხლს მაგონებს უფრო так მეგობრებო რაღაც ეს უკვე ისეთი სასაცილო არ არის რაღაც სისხლს მაგონებს მეგობრებო მაინც ასეთ მაგარ სახლში კიდე ისუმრუდების გაგიჟება მეგობრებო
აი მეგობრებო, აი წარმოიდგინეთ, აი ასეთი სახლი, აი ასეთი სახლში ცხოვრობენ ეს შიწელნიკები, შეხედეთ მეგობრებო, კულტურაში კიდე რაღაცეებია და მე კიდე მეგობრებო ასეთი მაგარი სახლი ვაქო, აი რა უნდა თქვა, მე ვერაფერსაც ვერ ვიტყვით, ან რაღაც ამ სოფელში ძალიან ცოტა შიწელნიკია, მაგრამ პრინციპში არა უშავს. რა მაგარია, თან ეს საჩუქრად რომ გამოყო ეს სახლი ძალიან მაგარია და გოგი, დავკეტოთ ახლა სახლი, ჩავკეტოთ. რა მაგარია, და მეგობრებო, შეხედეთ, წვიმა მოდის, მე წვიმაზე ვგიჟდები. ძალიან მიყვარს წვიმიანი ამინდები. ვისაც უყვარს წვიმიანი ამინდები, ლაიქით შეიძლება. Так, ოკეი, დაალაიქეთ ეს ვიდეო. რა მაგარია. Так, ოკეი. ძალიან მაგარია, თან მეგობრებო, ასეთი კლადი კიდე. აი მაგარია, უბრალოდ აი გაგიჟება. შეხედეთ. ეს რაღა არის? Так, ოკეი. რაღაც ციხეს მაგვარი. Так, მოით მეგობრებო, კარგი გავხსნათ. მიდი. და იომაიო რა მეგობრებო, შემოთქვით ცოტა მეშნია თანაც. მეგობრებო, так გავხსენი. Так, და რა არის აქა? Так, და 6 დამპალი კარტოფილი. რა მაგარია და რაღაც საწოლი. ღმერთო ჩემო, შიწელნიკო როგორ შემაშინე? მეგობრებო, ეს ის შიწელნიკია, რომელიც მე გავიცანი. ვახ, შიწელნიკო ვერ წარმოიდგენე როგორ შემაშინე და კარები რატო დაკეტე? საბა, სიმართლე შენ მე ძალიან მომეწონე. ძალიან კარგი მეგობარი აღმოჩნდი, მაგრამ არ მაქვს სხვა გამოსავალი. მოკლედ, რა მინდა გითხრა. შენ გეგონა რომ მე ვარ ძალიან კეთილი შიწელნიკი, ძალიან კარგი, მაგრამ სინამდვილეში მე ვარ დავდვილი კვლელი. შენ მგონი არ იცი, მაგრამ მე სულ რომელიმე მოთამაშეს და შიწელნიკს ამ სახლს ვაჩუქიდი და მე ვკეტავდი ამ ციხეში და კლავდი. წარმოიდგინე, ხო, ეს კარტოფილი რომელიც შენ ნახე, ეს შენი მთელი კვირის საჭმელი, იცი რატო კვირის? იმიტომ ზუსტად ერთ კვირაში გამოგივლი და ზუსტად ერთ კვირაში მოგკლავ. სიმართლე გითხრათ, შენ ძალიან კარგი მეგობარი იყავი, ძალიან კარგი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. მოკლედ, ახლა იხარე ერთი კვირა შენი ბოლო ერთი კვირა ცხოვრების. რაც კიდე გააკეთე ამ ციხეში და მე კიდე წავედი. ჯანდაბა, აი ასეც ვიცოდი. მეგობრებო, ჯანდაბა, იცი რო გითხრათ, აი მე თითქოს რაღაც არ ვიცი, გამიკვირდა რა საკვირია რომ შიწელნიკმა ასე უბრალოდ მაჩუქა ეს სახლი. თან წავიდა კიდე ეს დებილი. მეც ვარ პრინციპში დებილი. არასდროს მეგობრებო, აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. არასდროს არ მიიღოთ ასეთი საჩუქრები. თუ ვიღაცამ, აი რომ იყოს თქვენი მაგარი ნაცნობი, რომელსაც თქვენ იცნობთ 10 წელი, კიდე კი, მაგრამ თუ ვიღაცამ, აი უბრალოდ აი ერთი დღე რომ იცნობთ და ეგრევე გაჩუქებთ ასეთ ძვირფას საჩუქრებს, მართლა არასდროს არ აიღოთ ეს საჩუქრები. შესაძლებელია თქვენ მოყვეთ ასეთ სიტუაციაში, როგორშიც მე მოვყვევი ახლა და მეგობრებო, მე ახლა ამას ვერაფერით ვერ გავანადგურებ. ჯანდაბა მეგობრებო, რა ვქნა ახლა? არა და რა კარგი შიწელნიკი იყო და ასეთი რამ გამიკეთა. მეგობრებო, ახლა რა ვქნა? ერთ-ერთი ვარიანტი არის რომ გადმოხვდე ამ ფანჯრიდან, მაგრამ მეგობრებო, ძალიან რისკიანია. ეს მეორე სართულია. როგორც მე მომფეხებს გავიტეხავ, მაგრამ გონი მეგობრებო, ეს ჯობს ვიდრე აქ დავჭი და ერთი კვირა დაველოდო ამ დამპალი კარტოფილით და ამ საწოლი. ჯანდაბა. მოიცით და ხომარებს მიდი. ჯანდაბა მეგობრებო, ვერც კი ვაჭერ. კაი მეგობრებო. მომიწევს გავტეხო ახლა ეს შუშა და გადავხდე ამ მეორე სართული და მეტი ვარიანტი აღარ მაქვს მართლა მეგობრებო. მიდი და ხომ არ გავწე ვერა და ვერ წამოიდგეთ როგორ ნერვიულობ. როგორც მე მომფეხებს მოვიტეხავ, მაგრამ უფრო კარგია ვიდრე დაჩდე. ვიდრე აქ დავჭე. ჯანდაბა
ეგრევე გადმოხდი. всё, მეგობრებო, ახლა უნდა დავტოვო ეს სახლი. იმედიაში წინ კი აქ არსად არ არის. აი, მეგობრებო, როგორი სიტუაცია. აი, ზუსტად თითქოს ცხოვრება მასწავლა, რომ არასდროს არ უნდა მივიღო ასეთი საჩუქარი. всё, წავედი ახლა ჩემს სოფელში, აი იქაა სადღაც ჩემი სოფელი. მადლობა დიდი. ვინც უყურა ეს ვიდეო ბოლომდე. თუ მოგეცეთ ეს ვიდეო დალაიქეთ. მე კიდე ახლა მეგობრებო გავიქეცი, ნახვამდის.